Სავარაუდოებისა მე ვარ ოთარხუბენია ეკონომისტი და საუბრობ ეკონომიკაზე პროფესიონალ ეკონომისტებთან. დღეს ჩემი პროგრამის სტუმარია თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საბანკო საქმის ბრწყინვალე მკვლევარი და ფრიად შედეგიანი მკვლევარიც. დასტურ ამისა, სულ ახლახანს გაბატონმა ლია ელიავამ გამოსცა მშვენიერი მონოგრაფია საბანკო კრიზისების პროგნოზირების შედეგად, პროგნოზირების შესახებ. და თვითონ ამ მონოგრაფიის დასახელებიდანაც და რაც ყველაზე მთავარია, იმ ყველაზე სერიოზული და მნიშვნელოვანი პრობლემისა, რაც დღეს ჩვენს საზოგადოებას მთლიანად ქვეყანას აწუხებს, ეს არის ლართან დაკავშირებული მოვლენები, რომელიც შეიძლება საკმაოდ ახლოსაც მივიდეს თუ სწორად არ იქნება პროცესი მართული საბანკო კრიზისამდეც და ღმერთმა გვაშოროს და უფრო ღრმადაც, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ასე არ მოხდება და ასე რო არ მოხდეს, ამიტომაც დღეს სტუმრად მოვიწვიეთ ამ სფეროს შესანიშნავი მკვლევარი, მოღვაწე და მეცნიერი ქალბატონი ლია ელიავა. ქალბატონო ლია, პირველ რიგში უღრმესი მადლობა მოგზაურობისათვის, ჩვენს პროგრამაში მონაწილეობისათვის და დავიწყოთ საუბარი იმის შესახებ, რა გვჭირს, რატომ მოგვივიდა და რა შეიძლება იყოს გზები ამ მდგომარეობის გამოსწორების. თავში ცოტა ხუმრობასავით უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ეროვნული ფულადი ერთეული ცოტა ავად გაგვიხდა. შეიძლება გულისხმოთ, რომ ცოტა დავირუსებულია, მაგრამ მედიცინას შემთხვევაში საბანკო საქმის სპეციალისტებს და საერთოდ ეკონომიკის სპეციალისტებს გაგვაჩნია გარკვეული რეცეპტურა და მკურნალობის საშუალებები და დღევანდელი შეხვედრაც ერთ-ერთი ამას ემსახურება. მაშასე ყველაზე ესეთი პოპულარული პოპულარულის დიახ და ანგაჟირებულიც მე ვიტყოდი შეხედულება ლარის დევალვაციასთან, ამ ზიგზაგისებურ მოძრაობასთან დაკავშირებით ქალბატონია გახლავთ ის, რომ თითქოს ეს ყველაფერი არის ეროვნული ბანკის ბრალი. ან ეროვნული ბანკი აბრალებს, თქვათ, ეკონომიკურ პოლიტიკას. ნაწილი ექსპერტებისა გარკვეულ პრეტენზიებს უხენებენ პარლამენტს და ასე შემდეგ. ანუ ურთიერთგადაბრალების პროცესის მიდის. ერთი რასაც მე ვამჩნევ და გულწრფელად გეტყვით ამას, ჯერ კიდევ ჩვენი საზოგადოებაში მოთხოვნადია, სამწუხაროდ მოთხოვნადია, რომელიმე მოვლენის და პროცესის მხოლოდ შავ-თეთრი ფერებით განსჯა და ფიქრი. ამ დროს როგორც ბუნება, ასევე არანაირი მოვლენა მხოლოდ ამ ორი ფერით არ განისაზღვრება. ამიტომ სანახავი არის სრული მოზაიკა, კარგად უნდა ნახოთ, გავაანალიზოთ ეს და აქედანაც უფრო ადვილი იქნება ალბათ უკეთესი შედეგების მიღწევა. დავიწყოთ ქალბატონია, თქვენი დაკვირვებით, როდის გამოჩნდა პირველი სიმპტომები ლარის რყევის და თუნდაც სანამ ამაზე ვილაპარაკებდეთ, იქნება ასე ვთქვათ, ადგილი და როლი ეროვნული ვალუტის იმ საქმეში, რომელსაც ქვია სტაბილური ეკონომიკური განვითარება, ინფლაციის თავიდან არიდება, კეთილდღეობის განმტკიცება ხალხის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სრული კარტ ბლანში არის თქვენ ხელში ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ჩვენ კითხვა-პასუხის საღამო არ გვაქვს ჩვენ პროგრამაში, ჩვენ საუბრობთ ამ დიდ და მნიშვნელოვან თემაზე. სიამოვნებით გითმობთ ეკრანს. დიდი მადლობა. ჩვენი ეკონომიკა, ყველა მიცის, არის საკმაოდ სუსტი. გარდა ამისა, ჩვენი ეკონომიკა არის მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იმპორტზე. ამიტომ ნებისმიერი გარე შოკი ყოველთვის გარკვეულ გავლენას ახდენს ჩვენი ეკონომიკის განვითარებაზე.
ჩვენ ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ჩვენ კეთილდღეობაზე. ის რაც მოხდა ნოემბერში, როდესაც დაიწყო ლარის კურსის ვარდნა, ეს არ იყო უნიკალური მოვლენა ქვეყნის ეკონომიკისთვის. ლარი სისტემატურად ან ვარდებოდა, ან მყარდებოდა და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ნებისმიერი ლარის რყევა არჩევოდა უყურადღებო ეროვნული ბანკის მხრიდან. ეროვნული ბანკი ყოველთვის იღებდა გარკვეულ ზომებს იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა არ გაუფასურებულიყო ძალიან მნიშვნელოვნად. რა მოხდა ნოემბერში? რა თქმა უნდა, არსებობს ობიექტური ფაქტორები იმისა, რატომ დავარდა ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი. კი, ბუნებრივია. ეს არის უცხოური ვალუტის ნაკადების შემცირება და თქვენ იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არის მაღალ დოლარიზირებული, იმიტომაც ნებისმიერი რყევა უცხოური ვალუტის ნაკადების ის საკმაოდ მტკივნეული არის ქვეყნის ეკონომიკისთვის. მართალია ეს მოხდა. მაგრამ მოხდა სხვა საინტერესო რამ. ეროვნულმა ბანკმა პრაქტიკულად რეაგირება არ მოახდინა ლარის კურსის ვარდნაზე. მაშინ, როდესაც წინა პერიოდებში და წლებში ის ყოველთვის ახდენდა ლარის კურსის მხარდაჭერას თავისი სავალუტო რეზერვებით. ბუნებრივია ისმის კითხვა რატო? რატომ არ გააკეთა ეს ეროვნულმა ბანკმა? არ იცოდა, რომ შეიძლება ლარი კიდევ უფრო ძლიერად დავარდნილიყო? ვერ გათვალა, ვერ გააკეთა ამისი პროგნოზი? თუ იცოდა და მაინც არაფერი არ მოიმოქმედა ამისთვის. საერთოდ სავალუტო კრიზისი ვითარდება ძალიან მარტივად. ჩვენ საქართველოს მაგალითზე რა მოხდა? როდესაც დაიწყო ლარის კურსმა ვარდნა, ეს იმას მიანიშნებდა, რომ ქვეყნის კომერციულ ბანკებს სჭირდებოდა დამატებითი უცხოური ვალუტა იმისთვის, რომ განეხორციელებინათ გადარიცხვითი ოპერაციები ან საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით, ან კლიენტის მოთხოვნილების გათვალისწინებით. პრაქტიკულად, როდესაც ლარი იწყებს ვარდნას, აი ეს ნიშანია იმისა, რომ კომერციული ბანკები ეროვნულ ბანკს თხოვენ, დაგვეხმარე, გჭირდება უცხოური ვალუტა, მოგყიდე დოლარი. ეროვნულმა ბანკმა რეაქცია არ მოახდინა კომერციული ბანკების აი ესეთ უტყვა და ჩუმ განაცხადზე და ხელი არ შეუწყო ლარის ვარდნის შეჩერებას. ფინანსურმა წრეებმა დაიწყეს ნერვიულობა. ანუ პრაქტიკულად ლარი აღმოჩნდა უპატრონოდ. ყოველგვარი რეაგირების გარეშე და მათ სასწრაფოდ დაიწყეს თავისი კაპიტალის გაზიდვა საზღვარგარეთ. ამას მოწმობს ის, რომ კომერციული ბანკების ბალანსებზე მიმდინარე ანგარიშები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. და როდესაც გაგრძელდა ზეწოლა ლარზე, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტი მოთხოვნილება გაუჩნდა კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში, პანიკა გადაედო მთელ მოსახლეობას და დაიწყო აჟიოტაჟური დევალვაცია ჩვენი ეროვნული ვალუტის. ანუ ფაქტობრივად ეროვნული ბანკის უმოქმედობამ ქვეყანაში გამოიწვია სავალუტო კრიზისი. ისიც მინდა აუცილებლად ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ქვეყანას სავალუტო რეზერვები ზუსტად იმისთვის გააჩნია, რომ როდესაც რაღაცა პრობლემა იქნება, ეს რეზერვები გამოყენებულ იქნას როგორც უსაფრთხოების ბალიში და გარეშოკების გამანეიტრალებელი საშუალება. სამწუხაროდ ეს არ იქნა გამოყენებული. რა შედეგის წინ დავდეგით, ბატონო ოთარ? ძალიან მძიმე შედეგის წინ. როგორც კი გაუფასურდა ლარი, მთავრობამ ეგრევე შეცვალა თავისი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4-დან 2-მდე, ანუ აშკარად გამოიკვეთა ეკონომიკური კრიზისის ნიშნები. რაში გამოიხატა კრიზისი? შემცირდა იმპორტი. იმპორტ დამოკიდებულ ქვეყანაში აი ესეთი მნიშვნელოვანი შემცირება იმპორტის, ეს პრაქტიკულად უკვე კრიზისის დაწყების პირველი სტადია არის. შემცირდა მოხმარება. თქვენ თუ დააკვირდებით კომერციული ბანკების ანგარიშებზე გაიზარდა მოსახლეობის დეპოზიტების მოცულობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ დაიწყო პრაქტიკულად თავისი მოხმარების შემცირება. ანუ ხალხი ფულს აღარ ხარჯავს, არამედ ინახავს საბანკო სექტორში. ანუ ვარდნა გვაქვს პრაქტიკულად ყველა მხრივ და ეს არის გამოწვეული, ბატონო ოთარ, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ იმით, რომ ლარის კურსი თავის დროზე არ იქნა დაჭერილი. კავდონლია რაც ბრძანეთ
შეუძლებელია არ დაგეთანხმოთ. თქვენ ასეთი ფრაზა ბრძანეთ, რომ ადრეულ წლებში, წინა წლებში ეროვნული ბანკი ინტერვენციას ახდენდა და ჩვეულებრივი ამბავია მსოფლიოში. მე ხარ რამდენიმე ციფრით შემიძლია მეხსიერებაში, რაც მაქვს შეგახსენოთ, რომ თქვა 2009-2010 წლებში ინტერვენცია იყო 450 მილიონი. ხო, ახლა 14-ში და 15-ში რაც დაიწყო სულ 220 მილიონია. ხანდახან ჩვენი კოლეგები ზოგიერთი წერს, რომ აი სარეზერვო ფონდის შემცირება არ შეიძლება და შემდეგ 9 წლებში იმ პერიოდში სარეზერვო ფონდის შემცირება 1.9 მილიარდამდე, ახლა 2.6 მილიონია. აქ ორი რამეზე შეიძლება დავგვიგდეთ. პირველი ის რომ თქვათ ინტერვენცია როგორც მექანიზმი დევალვაციის თავიდან აცილებისა უცნობი არ არის, თუნდაც ბოლო 4-5 წლის განმავლობაში, ანუ იმ გუნდისათვისაც კი, რომელიც დღეს მართავს საქართველოს ეროვნულ ბანკს და მით უმეტეს ეს გავლილი აქვს საქართველოს უფრო მძიმე წლებში, როდესაც ლარი როგორც ეროვნული ფულის ნიშანი შემოვიდა საქართველოში, მაშინ მოღვაწეობდნენ ბატონი ნოდარ ჯავახიშვილი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბატონი დავით იაკობიძე როგორც ფინანსთა მინისტრი და თუ არ გამიგებთ, სწორად გამიგეთ, ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი ამ სისტემისა, ალბათ მეც. ასეთ შემთხვევაში სულ სავალუტო რეზერვი 19 მილიარდი იყო. ბოდიშობთ, მილიონი იყო, მეტი კი არ იყო. და მე 23-მდე გაიზარდა და ესე ძალიან გვეხაროდა ამ სფეროში მონაწილე ადამიანებს. ანუ აქ მართლა ცალსახად იმის თქმა, რომ რაღაც კვალიფიკაცია არ იყო ქართულ ეკონომიკურ აღიარებას ან ადამიანებს ან გამოცდილება არ იყო. მე მგონი ეს ასე არ არის. ეს დიდი ხანია ამის პრაქტიკაც ამ ნაწილში ინტერვენციის ნაწილში არსებობდა და არსებობს ახლაც. თუ შეიძლება აი ვირუსი ეთქვა ცუდად ვახსენებე არავიშავს მეგობრებს თხოვ წყალი მოვაშველოთ მისმენთ დიახ შემოგვიერთდება ახლა ჩემი სტუმარი მე გავაგრძელებ ამას ანუ საუბარი იმაზე რომ აი კვალიფიკაციის არ ქონაზე ან გამოცდილების არ ქონაზე და ან იმაზე თუ გნებავთ რომ მაინც და მაინც სავალუტო ფონდის წარმომადგენელი უნდა ჩამობრძანებულიყო და დაეჭირა მხარე ვინმესთვის ან არ დაეჭირა და ამ შემდეგ ამაზე არ არის საუბარი მაინც იქითკენ უნდა წავიყვანოთ რომ და რაც ვთქვი გავიმეორებ კიდეს მარტო შავ-თეთრ ფერებში წარმოდგენა იმის თუ რაც მოხდა ამ სამი თვის განმავლობაში არ შეიძლება და რომელიმეზე ხელაღები თქვა რომ ხოდ ამ ინსტიტუციის ბრალია თქვათ იმის გამო რომ კვალიფიკაცია არ იყო ან გამოცდილება არ არის ეს ასეც ჩანს და ამიტომაც მოვიხმე წინა საუკუნის გარკვეული პერიოდიც როდესაც ლარი შემოდიოდა მაშინაც კი ქართული სამოხელეო შრომისთვის ადამიანებისათვის ამ მექანიზმების გამოყენება ცნობილი იყო და ეს ხერხები და მეთოდები ცნობილი იყო ჩვენ ყველას გვახსოვს როდესაც მიეცა მკვეთრად უარყოფითი შეფასება ეროვნული ბანკის საქმიანობას ამ პერიოდში დასახელდა ციფრიც კი რომ მხოლოდ 5%-ია გამოყენებული სავალუტო რეზერვებისა იმისთვის რომ დროზე მომხდარიყო ინტერვენცია. არიან მოწინააღმდეგეებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ინტერვენცია, ვთქვათ, მეტი რო ყოფილიყო, უფრო მაღალი პროცენტი მიგვებაძა ზოგიერთი სხვა ქვეყნისათვის, სადაც ბევრად ჯერობით მეტია ეს პროცენტი, ეს იქნებოდა მაინც დროებითი მოვლენა და მაინც ვერ უშველდა ლარის სიმყარეს. ობიექტურობისათვის უნდა ვთქვათ, რომ რაციონალური მარცვალი აი თითქოს და სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებებს შორის, რომელიც გამოთქმულია ქართულ მედიაში და არა მარტო მედიაში, ამას ლაპარაკობენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მეტნაკლები სიმართლის მარცვალი ყველგან არის, მაგრამ მე მეჩვენება, რომ მთლიანობაში მაინც სურათის დახატვისათვის, ანუ მოვლენის ახსნისათვის, ჯოხის გადატეხვა რომელიმე ერთ ინსტიტუციაზე ალბათ სწორი არ არის. მაშინაც ქალბატონია, მე გავუსვი ხაზი იმას, რომ აქ საქმე არ გვაქვს ჩვენ გამოცდილების არ ქონასთან საქართველოში. მეორე, არ გვაქვს ადგილი არაკვალიფიციურობასთან, იმიტომ რომ
მექანიზმს იყენებდნენ და წარმატებითაც ჯერჯერობით ვეხებით ქალბატონია მხოლოდ ინტერვენციის საკითხს და როგორც მექანიზმს და ასეთი რამ მქონდა და არც იმის ნაკლებობაა რომ ვთქვათ სარეზერვო ფონდის სახსრები არ იყო საკმარისი. ეს ასე რომ მხოლოდ ამ კუთხით მიდგომა ალბათ სწორი არ იქნება. მე თქვენი გამოხმაურებებით წაკითხული მაქვს ქალბატონია და ამბობენ რომ ვთქვათ გამოთქმულია ესეთი მოსაზრება ერთი იყო დაგვიანებები ამ ჩარევისა და მე მეჩვენება ახლაც რომ ახლაც ბევრი რამ გვიანდება. მე გთხოვდით რომ ჩვენს მაყურებელს აუხსნათ ბატონი ივანიშვილის განცხადების მერე რომ ეს არ შეიძლება ასე მაღალი იყო და თითქოს კვერთხი არის მოქნეული ჯადოსნური კლებულობს ანუ ჩერდება გარკვეული იმით ეხა გუშინ და გუშინწინ ისევ დაიწყო რყევა. აი ამ მექანიზმის ახსნა როგორ შეიძლება გავატონილი? დავიწყოთ რეზერვებიდან. რეზერვების საკითხი არის ძალიან საინტერესო საკითხი. ვინაიდან ეროვნულმა ბანკმა სადღაც წაიღო ჩვენი ეროვნული სიმდიდრე საერთაშორისო სავალუტო რეზერვები და სად წაიღო ეს რეზერვები არავინ არ იცის ეროვნული ბანკის გარდა. რა მხედველობაში მილიარდ 600 მილიონი ამერიკული დოლარი ეროვნულ ბანკს განთავსებული აქვს ოფშორებში რეგისტრირებულ საერთო წარმომავლობის კომპანიებში. ვინ არის ამ კომპანიების მფლობელები, ვინ სარგებლობს საქართველოს ეროვნული სიმდიდრით, ვინ ხეირობს, არის თუ არა ეს მფლობელები რაღაც გარკვეულ კავშირში ამ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან თუ მათთან დაახლოებულ პირებთან, ანუ ზუსტად რა ხდება საზოგადოებისთვის ეს არის უცნობი. ამიტომ არსებობს საკმაოდ დიდი ეჭვი იმის შესახებ, რომ ეროვნულ ბანკს პრაქტიკულად ხელთ ფული არ აქვს. სადღაც 400-500 მილიონი ამერიკული დოლარი და იმის იქით არ აქვს ფული. ეს ფული მას რომ გაეხარჯა ვალუტის დევალვაციის შეჩერებისათვის ის პრაქტიკულად ნოლზე მოჯდებოდა. აი ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, რომელზე არც ეროვნული ბანკი იძლევა კომენტარს, არც საერთაშორისო სავალუტო ფონდი იძლევა კომენტარს და საერთოდ რატომღაც სახელმწიფო სტრუქტურები აი ამ ფაქტზე არ რეაგირებენ. არადა ამის შესწავლა იქნებოდა უაღრესად საინტერესო და კიდე მინდა დავამატო ბატონო ოთარ რომ ეხლა აქ ვთქვათ თქვენ ბრძანეთ რომ არ შეიძლება ერთი სტრუქტურა დავადანაშაულოთ და მეორე მათ მთავრობამაც უნდა გაიზიაროს პასუხისგებლობა. მთავრობას თავისი ფუნქცია გააჩნია. ეს არის მათ მიერ გარკვეული ფუნქციების შესრულება, რომელიც არაფრით არ არის დაკავშირებული არც ფულად სავალუტო და არც ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკასთან. როდესაც ქვეყანაში ხდება რაღაცა პრობლემა წარმოიქმნება, როდესაც ქვეყანა განიცდის გარე შოკს, უნდა რეაგირებდეს ადეკვატურად მთავრობაც და ეროვნული ბანკი. ეროვნული ბანკი არ უნდა იყოს თავის თავში ჩაკეტილი რაღაცა დაწესებულება, რომელიც ზრუნავს მხოლოდ თავის პრობლემებზე და დანარჩენი ეკონომიკა მას აბსოლუტურად არ აინტერესებს. უფრო მეცაც გეტყვით, თქვენ იცით რომ კანონით ეროვნული ბანკი ვალდებული არის შეინარჩუნოს ფასების სტაბილურობა ქვეყანაში. რას ნიშნავს ფასების სტაბილურობა? იგივე სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით ეს არის ფასთა ცვლილება 2%-ის ფარგლებში. ჩვენთან ფასები იცვლება ზოგჯერ 1000%-ით, -3.5%-დან 14.5%-მდე, ხო? და კავშირი ფასების ცვლილებასა და ეკონომიკურ ზრდას შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი. სადღაც ქვეყნის ეკონომიკა კარგად ვითარდება 6-7-8%-იანი ინფლაციის დონეზე. რაც უფრო დაბალი ინფლაცია, მით უფრო ზრდა ნაკლებია. ანუ ამ ფუნქციასაც ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს. აი თქვენ ახლა ბრძანეთ რა მოუვიდა ლარს, რატომ დავარდა მისი კურსი და გამყარდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ლარის დევალვაციაში ძალიან დიდი მდგენელი ეს არის პანიკა. პანიკური განწყობები, რომლებმაც გამოიწვიეს ლარის კურსის ვარდნა. როდესაც ხალხმა დაინახა, რომ კეთდება ადეკვატური განცხადებები, პანიკის საფუძველი თანდათანობით ჩაცხრა. თუმცა მინდა გითხრათ, რომ გუშინ და დღეს ლარი განაგრძობს დევალვაციას.
ეს არის განპირობებული იმით, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პრაქტიკულად მოიწონა ეროვნული ბანკის უმოქმედობა და განაცხადა, რომ მცურავი კურსის შემთხვევაში ინტერვენციებს ადგილი არ უნდა ჰქონდეთ. შეერთებული შტატები, ევროპის ყველა ქვეყანა, აზია, აფრიკა, ამერიკა, მთლიანად ორივე კონტინენტი, ყველა ქვეყანა ერთად რო ავიღოთ, არც ერთი არ ამბობს უარს სავალუტო ინტერვენციებზე. მცურავი კურსი ან თავისუფალი მცურავი კურსი ეს არ ნიშნავს ეროვნული ბანკის ან სხვა ცენტრალური ბანკების მიერ უარის თქმას სავალუტო ინტერვენციებზე. ასეთი განცხადება მაღალ კვალიფიციურმა სპეციალისტებმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის არ უნდა გააკეთონ. ეს არის პანიკის დამთესველი საფინანსო წრეებში. ასე არ არის ბატონო? მე გეთახმებით სავსებით ქალბატონო ლეა მეცაც ვიტყვი ქართულებში გავრცელებული გამოთქმა ესე იგი შინაურ მღვდელსო შენდობა არა აქვს. ხა არ ამგონია რომ ესე დიდი სიბრძნე გვასწავლეს ამით ჩვენმა უცხოელმა მეგობრებმა, კოლეგებმა და როგორც კიდაც ისე დავარქვათ, რომელიც თითქოს ამ თითქმის 20-60 წლიან დამოუკიდებლობის პერიოდში ქართველებმა ვერ ვისწავლეთ და ვთქვათ იმდენად გონება ჩლუნგები ვართ, რომ მას ვერ მივხვდით, რომ ინტერვენცია ინსტრუმენტია და ფული საზომია მხოლოდ და მხოლოდ და თუ ეკონომიკაში რამე პროცესები მიდის ეს მხოლოდ ლართან არ არის დაკავშირებული. მაგრამ მოდი ჩვენ ახლა უფრო გამოწვეული დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი. აი ნახეთ, ჩემი დაკვირვებით ხაბადონია როგორ გაიყო ინსტიტუციები. რომ ვთქვათ, ეროვნული ბანკი ამბობს, რომ მე მეტი არ უნდა გავაკეთო ინტერვენცია, იმიტომ რომ რაღაც სხვა პროცესები წავა და ჩემი საქმე არის დავიჭირო ინფლაცია და იმ დონეზე არ ვარ ჯერ მისული, რომ რაღაც პრობლემური იყოს. მეორეს მხრივ მთავრობა ამბობს, ეს ჩემი საქმე არ არის და პასუხს აგებს ეროვნული ბანკი. ახლა მე და თქვენს ქალბატონია ჩვენ მეცნიერები ვართ, კვლევარები ვართ და სახელი და გვარებით საუბარი ჩვენი ფუნქცია არ არის, მაგრამ ახლა ის გვარები და სახელები თქვენს გახსოვთ და მეც მახსოვს. ახლა ვინც ამბობდა იმის ბრალია, იმან თქვა ამის ბრალია და ამ შემდეგ. მაგრამ მოდით ახლა ჩვენ სხვანაირად დავსვათ კითხვა. კი ბატონო, ეს ყველაფერი ასეა, ავტონომიურია და შესანიშნავია ეს ეროვნული ბანკი თავის ფუნქცია აქვს, ფინანსის სამინისტროს თავისი, ზოგადად თავისი და პარლამენტის თავისი. მაგრამ ჩვენ ხო შეგვიძლია კითხვა ასე დავსვათ. მთავრობის მიერ შემოწმებული ეკონომიკური პოლიტიკა, ფულად საგრედო პოლიტიკა, თქვათ, ეროვნული ბანკის ინფლაციის დაცვის ღონისძიება. ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ასახვადია და ასახული არის ბიუჯეტში, ხოლო ამ ბიუჯეტს ამტკიცებს საქართველოს პარლამენტი. რატო არის მოდა ამ სამი თვის განმავლობაში პარლამენტის ხმა საერთოდ რა? ახლა ჩვენ პრესით ვიცით, რომ მათ შორის ყოველდღიური კონტაქტია 24 საათიანი, მიდის მოლაპარაკებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ სამწუხაროდ ამ მოლაპარაკების შედეგები თუ უშედეგობა საზოგადოებისთვის იყო უცნობი და ბევრი რამ დღესაც უცნობია. და თქვენ რაც ბრძანეთ, თქვათ იმის შესახებ, რომ სავალუტო კრიზისის ნიშნები რო გამოჩნდება და ეს დამატებით შოქს იწვევს საზოგადოებაში, ამას თქვათ სხვა ტერმინთაც ინფლაციური მოლოდინი ქვია და ამის მოლოდინიც გავაჩინეთ. ამით ახსენით თქვენ და ჩემს აზრით სავსებით მართებულად, რომ დეპოზიტები გაიზარდა, იმიტომ რომ ხარჯვას მოუკლო ადამიანმა, ან მოლოდინი აქვს ინფლაციის და სხვა შავი დღისთვის ინახავს გარკვეულ სახსრებს. ხო, აი ეს ფაქტორიც ხო გამოვლინდა, უბრალოდ ამუშავდა, სწორედ იმის გამო, რომ არ იყო კოორდინირებული საქმიანობა ამ სამი შტოსი. ჩემთვის, თქვენთვის და ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისათვის მარტო შეგწოდეთ და როგორ შეიძლება არ ვიცოდეთ, რომ თქვათ ეროვნული ბანკი უნდა იყოს ავტონომიური და ის არ უნდა ექვემდებარებოდეს მთავრობას და ამიტომაც არის სხვადასხვა ძალიან სწორადაც კანონი მიღებული, რომ უფლებამოსილების ვადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა არ ემთხვევა საპარლამენტო და საპრეზიდენტო ვადას და სწორია და ეს არის გამტკიცება, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ მას მოუხსნათ პასუხისმგებლობა იმაზე თუ რა საქმიანობას ეწევა, როგორ ეწევა და ან არ ნიშნავს ეს ავტონომიურობა იმას, რომ ამა თუ იმ პროცესის, ანუ რაიმე ავადობის ნიშნების გამოვლენის დროს
არ მონაწილეობდეს ამ საქმეში აღმასრულებელი ხელისუფლება და რაც ყველაზე მთავარია საპარლამენტო ანუ პარლამენტი და მით უმეტეს დღევანდელი ჩვენი კონსტიტუციის პირობებში როცა ფაქტობრივად ვიხრებით საპარლამენტო რესპუბლიკისათვისკენ და ესე ჯერ კიდე ბოლომდე დალეგებული არ აქვს ქვეყანაში უფრო მეტი უნდა ყოფილიყო და უფრო წონადი თქვათ პარლამენტის ხმაც მისი უმრავლესობის განსაკუთრებით ხო აი თქვენი შეხედულებით ქალბატონია თუ ეს სამი ინსტიტუცია უფრო კოორდინირებულად სინქრონულად იმუშავებდა ალბათ დამეთანხმებით იმაში რომ შესაძლებელი იყო ამ რისკების შერბილება მაინც და ბევრი რამის თავიდან აცილება. აი თქვენი კომენტარი ასეთი სცენარის შემთხვევაში. ასეთი სცენარი, რაც თქვენ ახლა დასახეთ, არის იდეალური ვარიანტი ქვეყნის ეფექტიანი განვითარებისთვის, მაგრამ რეალობაში ამის განხორციელება არის რთული. და რატომ არის რთული? ბატონო ოთარ, აი თქვენ გახსოვთ სულ რამოდენიმე დღის წინ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თურმე ეკონომიკური პოლიტიკა ეს არის მთავრობის მიერ გასატარებელი პოლიტიკა. ანუ მათ გააზრებულიც კი არა აქვთ, რომ ფულად საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა ეს არის ნაწილი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის. ანუ პრაქტიკულად ეროვნული ბანკი ამ შემთხვევაში განზე დგას ეკონომიკური პროცესებისაგან. და აქ კოორდინაცია მთავრობასთან აი ესეთ სიტუაციაში არის ძალიან რთული. მეორე მაგალითს მოგიყვანთ, სახელმწიფო ბიუჯეტი. ეროვნული ბანკი ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენაში. დასკვნას წერს, ინფლაციის პროგნოზს აძლევს. ინფლაციის პროგნოზი, რა თქმა უნდა, არასდროს არ სრულდება მისი და როგორ სრულდება ბიუჯეტი ასეთ პირობებში მე არ ვიცი. ალბათ რაღაცა კიდე მარაგი აქვს ეკონომიკის, მაგრამ ამაშიც არ არის საქმე. შემდგომ, როდესაც უკვე ბიუჯეტი მიღებული არის, ეროვნული ბანკი პრეტენზიებს გამოთქვამს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რომ აი ხარჯვა არ მოსწონს, იქ შემოსავლები არ მოსწონს. როდესაც იგეგმებოდა ბიუჯეტი, მაშინვე უნდა ეთქვა ეროვნულ ბანკს, ხო, რომ რაღაცა არ არის წესრიგში, რომ დაუშვათ სესხები არ არის სწორედ გაწერილი. თქვი, მანამ სანამ მიიღებენ ამ ბიუჯეტს და კიდე ერთი მომენტი, ეს რა თქმა უნდა არის ეროვნული ბანკის ანგარიშვალდებულება პარლამენტის წინაშე. ყოველ წელს პარლამენტი ტაშით უმტკიცებს ეროვნულ ბანკს წლიურ ანგარიშს. აი მე მგონი ქალბატონია წელს ასე ვერ მოხდება, ახალსაცა დადგენილი წესით მალე წარადგენს ეროვნული ბანკი თავის ანგარიშს საქართველოს პარლამენტში და არ ამგონია რომ აი ამ ფონზე რაც შეიქმნა ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში, ფლად ასე მეტაშეების როლი შეასრულონ ჩვენ პარლამენტის წევრებმა და მეტიც მე მგონი საზოგადოებაც არ მისცემს ამის უფლებას უკვე პარლამენტსაც რომ ახლა იქ არ იყოს მართლა საგნობრივი განხილვა. მე დავბრუნდები ისე თემაზე კოორდინირებაზე და სინქრონულ მუშაობაზე ქალბატონია. რა თქმა უნდა გეთანხმებით რომ ეს რთულია, ძალიან რთულია, მაგრამ აი რთული რომ არის, ეს არის სწორედ ეფექტიანობის მიღწევის გზა. თორე იცით ბევრგან, ძალიან ბევრგან და ჩვენ ამ თემებსაც დღეს შევეხებით თქვენთან ერთად, იმას რომ ეს ღობე ჩემია, რაღაც ეს ჩემი ბოსტანია და სხვის ბოსტანში არ უნდა ჩავიხედო, ბევრგან ჩანს ეს ეგრეთ წოდებული ავტონომიურობის, მე ვიტყოდი ამას ცრუ ავტონომიურობის უარყოფითი შედეგები. აი მაგალითად, დავსვათ ასე კითხვა. საქართველოს პარლამენტში 15 წლის ბიუჯეტის პროექტი უკვე დაბრუნებული, შესწორებული როგორც წესია, შემოვიდა 4 ნოემბერს, დამტკიცდა 12 დეკემბერს. ახლა ეს აი ქრონოლოგიურად ემთხვევა იმ ეტაპს, როცა ნიშნები დევალვაციისა უკვე სახეზია, ახლა ძალიან ბრმა უნდა იყო კაცი, რომ ეს ვერ დაინახო, ხო მით უმეტეს ვთქვათ ხელისუფლების დონეზე და პარლამენტის დონეზე. ახლა მეც თქვენც რომელიც ჩვენი საქმე წერა კითხვაა და ვკითხულობთ ამ პერიოდში და მე და ბევრ ჩემ კოლეგასაც ვკითხე, ხომ არ იყო რაიმე აზრები გამოთქმული ამის მიმართულებით მაშინ, ასეთი რამ არ ყოფილა. მეტიც აი ამ ფონზე თლად დამაჯერებლად არ ჟღერს ის რომ ჩვენ მარტში ვიფიქროთ კამრების შემოჭერაზე, ხო? ამ დროს დავუშვათ მეც როგორც ერთ-ერთმა ეკონომისტმა და
საზოგადოებრივმა ჩემმა კოლეგამ ბიუჯეტის პროექტი 2015-ისა შეამჩნია, რომ 87 მილიონით არის გაზრდილი შრომის ანაზღაურების ფონდი, 90 მილიონით სხვა ხარჯები, ეგრეთ წოდებული გაუშიფრავი და რაღაც ორ თვეში ვამბობთ კამრებზე და ასე შემდეგ. კიდევ ერთი რომ აი ამაზე მინდა თქვენი შეხედულება გალბატონია, ამიტომ ვამბობ ამ ფონზე სავალუტო ფონდი ხო ანდერს გვიტოვებს, მოდი ასე ვთქვათ, რომ ხარჯები უნდა შეამციროთ, შეკვეცოთ, კამრები მოიჭირეთ და გადასახადები გაზარდეთ. ამ დროს გალბატონია მათ პატუცემ საზოგადოებას და ხელისუფლებასაც მიმართავ. ჩვენ ხო ერთი უნიკალური კანონი გვაქვს საქართველოში მიღებული, რომ გადასახადების გაზრდა არ შეიძლება რეფერენდუმის გარეშე. მე სავალუტო ფონდის რეკომენდაციებში ვერ წავიკითხე, როდის ჩავატაროთ ეს რეფერენდუმი, იქნებ პლებიციტი ეყოს. ან უფრო კატეგორიულად გითხრა, რომ გააუქმეთ ეს კანონი ასეთი რამე და გვენდეთ ქართველებს, რომ არ დავარღვევთ იმ ნორმატივებს ბატონო მთლიანში და პროდუქტთა მიმართებაში ვალს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ცოტა ჩვენ წერა-კითხვა ვისწავლეთ, ვიგრძენით დამოუკიდებლობის ფასი, აქ არის და ევროპისკენ ასოცირებასაც მოვაწერეთ ხელი და ცივილიზაციის კენ გვინდა სიარული. ანუ ასეთი შეზღუდვების ხელოვნური ხან ასე და ხან ისეო, აი აქ ხო არ გეჩვენებათ კიდე უკვე არა მარტო სამ ჩვენს ინსტიტუციას შორის არაკოორდინირებული საქმიანობა, არამედ ჩვენს პარტნიორებს შორის. თქვა სავალუტო ფონდის პოზიცია დღეს ეს არის, ხა მსოფლიო ბანკი როგორ შეაფასებს ამას, ეს კიდე სხვა იქნება, ალბათ რამდენადმე განსხვავებული და აი ამ ფონზე საწყალო ლარმა რაქნას ნურს გაფრინდები, ნურს მოფრინდების მდგომარეობაში ხო არ ვაგდებთ გალბატონია თუ უფრო პრაგმატული და საღი აზროვნება და არავითარია ქმედებებია საჭირო. Ну, როგორც სავალუტო ფონდის წარმომადგენლების განცხადებიდან ჩანს, ისინი აშკარად ცურავენ ამ საკითხში, ვერ ერკვევიან საქართველოს ეკონომიკაში, ვერ ერკვევიან საქართველოს კანონმდებლობაში და მათი რეცეპტურა ატარებს ზოგად ხასიათს. ეს სავალუტო ფონდის მუშაობის სტილი არის ასეთი, რომ რაც შეიძლება ნაკლები საბიუჯეტო ხარჯი, კამრების შემოჭერა ეს ჩვენ 1994 წლიდან გვესმის, როდესაც სავალუტო ფონდი შემოვიდა საქართველოში, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება, ეს არის მათი რეკომენდაციების, ასე ვთქვათ, სტანდარტული ნაკრები და ამაში არაფერს ასწავლოს მე მაგალითად ბატონოთარ ნამდვილად ვერ ხედავ. თუმცა ისიც მინდა გითხრათ, რომ მთავრობის წინააღმდეგობა და საკუთარი აზრის გამოვლენა ეს რა თქმა უნდა ძალიან დადებითი სიგნალია. ანუ მათ მიერ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ მისასალმებელი გარემოება არის. არ შეიძლება შენ მთელი შენი ცხოვრება იყოს ჩამოკიდებული უცხოელ მრჩეველზე, როდესაც ადგილობრივ სიტუაციას ის რა თქმა უნდა შენზე უკეთესად ვერ ფლობს. ეს არის ერთი მომენტი. მეორე მომენტი, არ შეიძლება რომ ქვეყნის მთავრობას ჰქონდეს რამოდენიმე სამოქმედო გეგმა, რამოდენიმე პროგრამა, ცალკე ფინანსთა სამინისტროს შემუშავებული, ცალკე ეკონომიკის, ცალკე სოფლის მეურნეობის საჭირო არის ერთიანი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროგრამის შემუშავება, სადაც იქნება გაწერილი აბსოლუტურად ყველა სამინისტროს ფუნქცია, როლი, ადგილი და ამოცანები. ეს რა თქმა უნდა გაზრდის მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობას. რაც შეეხება მთავრობის ურთიერთობას ეროვნულ ბანკთან. ეს ურთიერთობა საკანონმდებლო წესით არის საკმაოდ კარგად არეგულირებული, თუმცა ფაქტობრივად მისი შესრულება არის გართულებული და ალბათ ეს უფრო პიროვნულ ფაქტორებზე არის დამოკიდებული, სანამ არ მოიხსნება ეს პიროვნული ფაქტორი, მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის დარჩება, რომ ერთი მანქანის ორი ბორბალი წინ მიდის და ორი კიდე განზე. ანუ პრაქტიკულად არაკოორდინირებული საქმიანობა ვნებს ქვეყნის ეკონომიკას, ვნებს მოსახლეობის კეთილდღეობას. აი, მე ასე მიმაჩნია ბატონოთა, რომ რთულია პრობლემა. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ვეთანხმებით ამ ტიპის მოსაზრებებში. ეხლა მითხა გავაგრძელოთ კიდევ ამ კუთხით მსჯელობა. საზოგადოებაში არც თუ ისე იშვიათად გაიგონებთ, რომ ამ დევალვაციის პირობებში საკმაოდ იხეირეს
კომერციულმა ბანკებმა. Ну, სტატისტიკაც კი არის ხელმისაწვდომი, რომ თქვათ 2014 წლის 10 თვის საშუალო თვიურ მოგებას თუ ავიღებთ კომერციული ბანკების ვალუტის გაცვლითი ოპერაციებთან მიმართებაში, რომელიც საკმაოდ დიდია, თითქმის მე-5-ით კია წმინდა მოგებისა კომერციული ბანკების 23 მილიონით არის გაზრდილი. ანუ ერთი დიდი დებულება თეორიული გაბატონილია, რომ ინფლაცია, დევალვაცია მდიდარს უფრო ამდიდრებს და ღარიბს კიდევ უფრო აღარებებს, ეს აქსიომატური ხდება უკვე და აი ჩვენს პირობებშიც ამგვარად ჩანს. და ერთი მექანიზმი შესახებ თქვენი აზრით, რომ ჩვენ მქონდა ესეთი პერიოდიც თითქმის 10 დღიანი, როდესაც დადგენილი ოფიციალური კურსი ერთია და მასზე უფრო დაბალიც იყო ვაჭრობა ეგრეთ წოდებულ ჯიხურებში. აი აქ რასთან გვაქვს საქმე? რა მოვლენასთან გვაქვს? ამ შემთხვევაში თქვენ როგორ კვლევარი, როგორ უყურებთ ამ თანაფარდობებს, მოდი რბილად ვთქვათ. ჯიხურების კურსი ჩვეულებრივ ასახავს, უფრო რეალურად ასახავს საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნილებებს. მაშინ, როდესაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, ეს არის კომერციული ბანკების მოთხოვნილებების ამსახველი კურსი. იმიტომაც არის ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა ჯიხურების კურსებსა და ეროვნული ბანკის კურს შორის. მე მახსენდება ის კარგი პერიოდი 95 წელი, როდესაც ლარი შემოვიდა პირველად შემოდგომით სექტემბერში, მაშინ კურსი 1-1 იყო და სხვათა შორის ამას მინდა მივაბა ეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ იქიდან მოყოლებული ლარი 1 და 3 ეს იყო შენარჩუნებული. საკმაოდ დიდი ხანი იყო შენარჩუნებული და ამაში ძალიან დიდი ფაქტორი იყო ის, რომ ლარი იყო გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება. ანუ საქართველოში ლართან ერთად სანამ ლარ შემოვიღებდით, მიმოიქცეოდა რუსული რუბლი, შეერთებული შტატების დოლარი, ხო? და როდესაც შემოვიდა ლარი და ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ლარი მართლაც გამხდარიყო გადახდის ერთადერთი საშუალება, თქვენ წარმოიდგინეთ, ალბათ გეხსომებათ, ბაზრობებზეც კი, სადაც ეროვნული ვალუტა არაფერში არ აინტერესებდათ, იქაც კი ეშინოდათ უცხოური ვალუტის აღება და ლარით ვაჭრობდნენ. გაბატონლია, აქ უნდა როგორც ცოცხალი მოსრე ამ პროცესებისა და აქ თქვი კიდევაც თქვა, ჩემი სტრუქტურა იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხმარებელი ეროვნული ვალუტის. უნდა გითხრათ, რომ ძალოვან სტრუქტურაში არ მიმუშავია, ყავს სახელმწიფო ფონდი და პირადად მეც ნენსიკეთე რეგიონებში ჩამომართლევიებთ, იქ არის სადაც მეზობელი ქვეყნის ვალუტა ერთის მეორეს მუშაობდა რუსულ რუბლთან ერთად და მეც და ჩემი მეგობრებიც დილით ხვდებოდით ხოლმე ბანკებთან, მაშინ ბანკებიც ამდენი არ იყო და იქ ვაკვირდებოდით პროცესს, რომ აი მუშაობს თუ არა ლარი და უბრალოდ ვიზუალში ახლა ნაკლებად ცნობადი სახეები ვიყავით და პიროვნულ ავტორიტეტსაც ვიყენებდით, რომ ლარი ქცეულიყო ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად. ეს არის, რა თქმა უნდა, ამანაც მაშინ თავისი გარკვეული როლი შეასრულა და მეტიც, ახლა შეიძლება ზოგიერთ ახალგაზრდას, რომელიც ახლად გავს პირველ ნაბიჯებს სამოხელეო შრომაში, შეიძლება გაუკვირდეს კიდევაც. მაშინ ჩემო ძვირფასებო, არც კომპიუტერი იყო, არც არაფერი და შუქიც არ იყო და კალკულატორებზეც კი ვანგარიშობდით. დღეში რა ფულის მასა იყო შესული, რა მოვიღეთ, რა გავიდა და ისე თავისით არ მომხდარა ის, რომ თქვენს ბრძანებთ და ისტორიული სიმართლე არის, საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ლარის კურსი მყარი იყო და მიუხედავად იმისა, რომ გითხარი კიდევაც ციფრი 23 მილიონი იყო სარეზერვო ფონდი მაშინდელი ხელისუფლების ქვეყანაში. ამას იმიტომ უსვამ ხავს, არა მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ვთქვათ ის თაობა კარი ბიჭები ვიყავთ, არა ბატონო, ხერა უბრალოდ ეს ცოდნაა და ის ცოდნა დღესაც გამოსაყენებელია და ხვალაც იქნება გამოსაყენებელი ნორმალურ სიტუაციაში. შეამთ ჩაკერთეთ, უბრალოდ გამახსენდა ახლა ეს პერიოდი. რა მინდოდა მე ახალციხეში და ახალქალაქში ვიდა და მენახარო ლარი მუშაობდა და სხვადასხვა ხო. ხო და მე სამწუხაროდ ბატონოთარ ეს პროცესი ძალიან გახდა გაუფასურდა. ეს პროცესი ვინაიდან ლარი პრაქტიკულად ჩაანაცვლა დოლარმა.
და დაიწყო ჩვენი ეკონომიკის დოლარიზაციის გამალებული პროცესი. ამან კიდევ პრაქტიკულად ლარის ავტორიტეტი ნულამდე დაიყვანა. დღეისათვის სხვათა შორის სავალუტო დევალვაციის შედეგად დოლარიზაცია მოიმატა დაახლოებით 4%-ით ეკონომიკის. დღეისათვის ეკონომიკის უზარმაზარი სექტორები ამოვარდნილი არიან ლარის მიმოქცევიდან. ხო? ეს არის უძრავი ქონების ბაზარი, საავტომობილო ბაზარი, ანუ ისეთი ნივთები, რომლებსაც თქვენ ვერ შეიძენთ ლარში. ეს არის თქვა, ნებისმიერი ძვირად ღირებული ნივთი ან მომსახურება ფაქტობრივად არის დოლარიზებული. ეს შეგვიძლია ვთქვა. ანუ ეს არის საფინანსო დისციპლინის ძალიან უხეში დარღვევა. ვინაიდან ორგანულ კანონში ეროვნული ბანკის შესახებ შავი თეთრზე წერია, რომ ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება. გარდა ამისა, თქვენ წარმოიდგინეთ, კომერციულ ბანკებს აქვთ აკრძალული გადახდები ლარში, უცხოურ ვალუტაში, თუ ეს გადახდები არ არის დაკავშირებული ექსპორტთან ან იმპორტთან. ეროვნულ ბანკს გააჩნია სპეციალური ნორმატიული დოკუმენტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ კომერციულ ბანკებს ეკრძალებათ გადახდები ქვეყნის შიგნით, თუ ისინი არ არის დაკავშირებული ექსპორტთან ან იმპორტთან. ანუ პრაქტიკულად მეტი წილი კომერციული ბანკების სესხებისა უცხოურ ვალუტაში ეს არის უკანონო სესხები. ისევ და ისევ ეროვნული ბანკის ნორმატიული დოკუმენტებიდან გამომდინარე. ამაზე ეროვნული ბანკი ხუჭავს თვალს. პრინციპში ჩვენი ეროვნული ვალუტის მერყეობის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საფუძველი შეიძლება ჩაითვალოს ასევე ის, რომ ლარს როგორც გადახდის ერთადერთ საშუალებას არ გააჩნია სათანადო ავტორიტეტი და მისი გამყარების ავტორიტეტი პირველ რიგში უნდა იყოს მისი გამომშვები ემისიონერი საქართველოს ეროვნული ბანკი. იმიტომაც არის რომ ჩვენი ქვეყანა არის აი მსოფლიო დიდ ოკეანეში, აი ბობოქარ აზვირთებულ ოკეანეში ერთი პატარა მოტივტივე ნავი. და ნებისმიერი ტალღა აქეთ მიაგდებს თუ იქით მიაგდებს, ამაზე რეაგირებას უნდა ახდენდნენ ადგილობრივი ხელისუფალნი ადეკვატურად. როდესაც ქვეყანას რაღაცა პრობლემა წარმოეშვება, მასზე რეაგირება უნდა იყოს შესაბამისი. და არა ისე, რომ აი მეშინ გაგებუტე და ამიტომ არ მოვახდენ ლარის კურსის მხარდაჭერას. იცით რა მაკვირვებდა ბატონო ოთარ? როდესაც ლარი ვარდებოდა, ლარის კურსზე კომენტარებს რატომღაც იძლეოდნენ მთავრობის წევრები. და ამ დროს ეროვნული ბანკი იყო გაჩუმებული. იმიტომაც იყო, რომ მთელი რისხვა მერე მოსახლეობის, რომელიც კარგად ვერ ერკვევა აი ამ სპეციფიურ საკითხებში, თავს დაატყდა მთავრობას. როდესაც შენ მინისტრი გამოდიხარ და იძახი, რომ ლარი კარგად არის და ყველაფერი კარგად იქნება, რატო რა გალაპარაკებს, რა იცი? ეს არის წმინდა ეროვნული ბანკის ფუნქცია. და აი ეს მაქვს მეტ სასაყვედურო ზოგადად ხელისუფლებისათვის და ამას არც მოვერიდები იმ გაგებით, რომ ეს ხმა უნდა ადრე უნდა ყოფილიყო მიტანილი საზოგადოებამდე და მე ამას დღესაც უწოდე რაღაც სრულ ავტონომიურობა და ესეთი ინსტიტუციების შექმნა, ბოსტანიცკი გამოვიყენე სიტყვა, მცდარი იყო ეს. მთავრობას უამრავი საშუალება აქვს იმისი, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელოს, მიიტანოს საზოგადოებამდე და დამატებითი არ შექმნას მოლოდინები, სრულ მოლოდინები. რადგან თქვენ ეს ბრძანეთ, ბატონო ლეა, მე გამახსენდა და მოდი ერთად გავიხსენოთ ახლა. რითი იხსნებოდა ეს, რომ აი დევალვაციას განიცდის ლარი და მოხდა ციფრები, რომ ინვესტიციები შემცირდა, მეორე ტურიზმი შემცირდა და დაგვანგრია, ექსპორტი არის შემცირებული და დაგვანგრია და გზავნილები 4 ძირითად ფაქტორს ასახელებდნენ. ახლა მე სპეციალურად ნახე რამდენიმე ციფრი ამის მართლა არის კატასტროფული თუ არა. მე ახლა ეს ხრილი სახითაც მაქვს წარმოდგენილი და მენდობა მე მგონი ჩემი ტელემაყურებელი რამდენიმე ციფრს აინც ვიტყვი. არა ბატონებო 2000 მაგალითად 9 წელს თუ იყო 658 მილიონი ინვესტიცია 14 წელს არის 1 მილიარდ 150 მილიონი. არც ექსპორტია 1 მილიარდ 340 მილიონი იმ წელში და 2 მილიარდ 800. ასეთი დიდი რყევები ამ 2 წელიწადში არ მომხდარა. ერთადერთი სადაც ჩანს
რყევა 37 მილიონის ოდენობით, ეს არის გზავნილები და ესეც ვიცით რისი ბრალია, ეს არის რუსეთი და საბერძნეთი იქ მიმდინარე პროცესების გამო. ანუ რისი თქმა მინდა ქავადონია. ახლა თუ ყველაფერი სწორად იქნებოდა ინვესტიციების სწორ პოლიტიკას, ინტერვენციის სწორ პოლიტიკას განახორციელებდა ეროვნული ბანკი, მთავრობას და პარლამენტის კოორდინირებულად იმუშავებდა და უფრო ღიას და საჯაროს გახდიდა ამ პროცესს და სხვადასხვა, აღმოჩნდებოდა, რომ ის ობიექტური ფაქტორები ასეთი მძიმე გავლენის მომტანი არ იქნებოდა. მეორეც, რა ძნელი სათქმელი იყო ეს და მანამდე რატო არ ითქვა ის, რომ დოლარი საერთოდ მყარდება მსოფლიოში და ეს არის სულ სხვა პროცესების პროდუქტი, ახლა დღეს ჩვენი საუბრის თემა არ არის, თუმცა ბატონ დავით იაკობიძესთან მქონდა ამაზე ერთ-ერთ ჩემს განაცემაში საუბარი. ეს ობიექტური სხვა პროცესია, საქართველოს მიღმა მდებარე, თუმცა ანარექს მით უმეტეს დოლარიზაციის მაღალი პროცენტის შემთხვევაში, რაზეც თქვენ ღიად უთხარით ჩვენ საზოგადოებას, რა თქმა უნდა, ამას რომ ადამიანებს აუხსნით და გააგებიებ, ხო ეს დამატებითი შიმშილი ინფლაციური მოლოდინის არ გაიზრდებოდა. ამიტომ მე ვთვლი, რომ კიდევ ერთი დამატებითი ფაქტორი ობიექტურის გარდა ის იყო წმინდად. მოდით მე ასე ვიტყოდი, ეს სახელმწიფო მენეჯმენტის ნაკლოვანებებია, არც მოვერიდები ამ სიტყვას. უფრო საინტერესო ის არის, რომ აი მას შემდეგაც კი როდესაც მთავრობამ ასე ვთქვათ შეუტია ეროვნულმა ბანკმა გამოიყენა ტერმინი, რომ ეკონომიკაში არის შოკიო. ამ დროს ყოველშაბათს პარლამენტი ისევ დუმდა, ეს ამასაც უნდა გაუსვა ხაზი და შეფასებები ამ კუთხით არ ყოფილა, ხო? აი ახლა დღეს ერთი რამ მაინც უნდა გააკეთოს ქართულმა საზოგადოებამ და ხელისუფლებამაც იმ გაგებით, რომ აქედან კარგი გაკვეთილი მივიღოთ. გავიგოთ, რომ როცა კიდევ გავიმეორებ იმ პირველ სიტყვას მოვალ, რითაც მე თქვენთან დღეს საუბარი დავიწყე, მეთოდოლოგიურად არასწორია ძვირფასო მეგობრებო, რომ რაიმე მოვლენას მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში გვინდა დავინახოთ. ასე არ ხდება ეს. მით უმეტეს ლარი ცალკე განყენებულად არ შეიძლება, ეს ბოლოს და ბოლოს ზომავს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს და მას მეტი ფუნქციის და მინიჭება მისთვის არ შეიძლება. რა თქმა უნდა პრობლემებია ეკონომიკაში, რა თქმა უნდა პრობლემებია ბევრ სხვა რამეშიც და ამ დროს წამალი ასეთ შემთხვევაში ჩემი აზრით არის სწორედ ღიაობა, საჯაროობა და კოორდინირებული მუშაობა. გავატონილია, ახლა უფრო გასაგები რო ვიყო ჩემი მსმენელი და მაყურებელსაც ასეც ვიტყვით, რომ ექიმებს აქვს შესანიშნავი წესი. შესანიშნავი, როდესაც რაიმე მოვლენა მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში, ყველა თავისი სპეციალისტია, ყელის, ხვირის, რა ვიცი, 1000 რაღაცის, მაგრამ აუცილებლად დგება საკითხი კონსილიუმის შესახებ, ხო? და აქ პროფესიონალები სხვადასხვა სფეროში მიდიან კონსენსუსამდე, ან თანხმდებიან და ასე იგი გეგმება, ასე ვთქვათ, სქემა მკურნალობისა. ის რომ ლარს ვირუსი შეყრილი აქვს და ჩანსისა და ეკონომიკაშიც არის რაღაც მსგავსი პრობლემები, ასე დროს არის სწორედ ის საქმიანობა, ყოველ შემთხვევაში სამი შტოსი როგორც მინიმუმ ხელისუფლების, ეროვნული ბანკის და პარლამენტის და ბედნიერება იქნება იმ დონეს და იმ კულტურას მივაღწიოთ, ამაში ძალიან დაგვიანებულები ვართ უკვე, რომ საზოგადოება გახდეს ჭეშმარიტად ვაკონტროლებელი ამ სამივე ინსტიტუციისა თუ გნებავთ პროცესების მართვისა. ალბათ ამასაც მივაღწევთ ოდესმე და სხვა შორის დარწმუნებულიც ვარ, რომ ასეთი საუბრებიც გავატონილია, რასაც თქვენთან ერთად ვაკეთებ და კიდე სხვა ჩვენს კოლეგებთან, თქვენთან კიდევ არაერთხელ დარწმუნებული ვარ, ხომ აძლევთ პირობას რომ მოგწანდებით სასაუბროდ. არა, ესეც ეშველება იმას, ჩემის აზრით, რომ მოეშველება იმას, რომ საზოგადოებაც მიეჩვიოს ამგვარ მსჯელობას, განსჯას და არა მაინც და მაინც ყოველთვის განტევების ვაცის ძიებას, მერე პოვნას, მერე წლების მერე მივხვდებით, რომ იქ ის ვაცი ტყუილად არის დასჯილი და ჯობდა სხვა რაღაც გაკეთებია, ეს ახლა უბრალოდ უტრირებას ვახდენ და ცოტა შეგნებულადაც გავატონილია, იმიტომ რომ ჩვენი სტაუბა ვართ, რომლის ზურგზე ძალიან ბევრმა რამე გადაიარა, უამრავი ტალახის მოგწეს მავანმა და მავანმა, მაგრამ უფალი იყურებაც და როგორც იტყვიან და დგევართ ფეხზე და კიდე ბარე ორ სიტყვას კიდე ვიტყვით მეც და ჩემი სტანები, ჩემი თაობის ხალხი არა ვართ ესეთლად, როგორც მამანს ეგონა. მაგრამ საქმე რაშია? აი, სწორედ აქეთკენ უნდა წავიდეთ, ხო? აი, ახალაც მე მიხარია
კაბატონი არა, ბოლო ერთი კვირა მაინც დაახლოებით ესეთი აგრესიული გამოხტომები ერთმანეთის მიმართ, ვთქვათ, თავრობის, პარლამენტის და ბანკისა არ აჩანს და მახსენებს აი დიდ ილიასაა გენიალურად ნათქვამი, რომ ბედნიერი მორიგებაო, რა არის კარგი ბედნიერი მორიგება ერთმანეთის დაუმონებლად და შეუღალავად. ანუ კონსენსუსის გენიალური ფორმულა მოგცა ჩვენმა დიდმა წინაპარმა ჯერ კიდე მე-19 საუკუნის ბოლოს და ახლა ეს მაინც ხო ქართველი ბრძენკაცის ნათქვამია და ჩვენ გავითავისოთ ქართველებმა და აი ამას ვეძებოთ ბედნიერი მორიგების გზები ვეძებოთ ოღონდ ვიფასებო ერთმანეთის დაუმონებლად და შეუღალავად ასე დაგვიბარა დიდმა ილია. ეს ისე ლიტერატურული ჩართვა ეკონომისტებსაც გვიყვარს ხანდახან. კაბატონია, ახლა ერთი ასეთი საკითხის შესახებ დღეს ჩვენ ყველა საკითხს ვერ ამოვწურავთ, მომავალ შეხვედრებისთვის გავაკეთოთ, მაგრამ თქვენ ძალიან გარკვეულით ახსენეთ ტერმინი ფრაზა და მე არ მინდა რომ ესე დაგვრჩეს. უმნიშვნელოვანესია თავის ამ ფონზე, მიზნობრივი ინფლაციის შესახებ. აი როგორ უყურებთ პროფესიონალი ბანკირები, პროფესიონალი ფინანსისტები ამას და რატომ ჩნდება, რატო გაჩნდა ეს ნება საერთოდ? აკაც იგივეა, ხო? მოვლენას ყოველთვის ორი ბოლო აქვს ჯოხს, მაშინ დადებითიც არის და უარყოფით. აი იქნება ეს განუმარტოთ ჩვენს ძალიან გონიერი მაყურებელი ყავს ყათაშოვის ეკონომისტები გვისმენენ, კაბატონია და აი რას მიაქციეთ თქვენ ამით ყურადღება? ან რა გინდოდათ გეთქვათ ჩვენი საზოგადოებისთვის? ნუ მიზნობრივი ინფლაცია, საერთოდ ინფლაციის თარგეტირება ეს რა თქმა უნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული ეროვნული ბანკის მიერ 2009 წელს. მინდა გითხრათ, რომ სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები არა მარტო ინფლაციის თარგეტირებას ახდენენ, არამედ მონეტარული აგრეგატების სავალუტო კურსის თარგეტირება და რაც გინდა სულოდაგულო გააჩნია მათ მიზნებს და ამოცანებს. ჩვენთან ხდება მხოლოდ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის განსაზღვრა და მისი მიღწევა. ანუ რა არის ნაგულისხმები, რომ ეროვნულმა ბანკმა საზოგადოებას უნდა ამცნოს, ანახოს, რომ იგი შეეცდება ყველა საშუალებით და ხერხით მიაღწიოს თავის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს. 2009 წლიდან დღემდე ეროვნული ბანკის მიზნობრივი მაჩვენებელი ინფლაციისა იყო 6%. მიმდინარე წელს იგი არის 5%. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ საქართველოში 6%-იანი ინფლაცია არასდროს არ ყოფილა. არასდროს. ის ან -3.5%-ია, ან +14.5% და საკმაოდ მნიშვნელოვნად მერყეობს. რატომ ხდება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის თარგეტირება აუცილებელი ქვეყანაში? იმიტომ, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე არის პირდაპირ დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. ოპტიმალური საქართველოსთვის ჩემი გათვლებით ეს არის 6, 7 ან 8%-იანი ინფლაცია, როდესაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა იზრდებოდა საკმაოდ მაღალი ტემპებით. უფრო დაბალ ინფლაციაზე ქვეყნის ეკონომიკა ვერ იზრდება. გვაგვარდნა, როგორც ეხლა 1.4% ინფლაცია დავარდა წინათვის 2 დეკემბრის 2%-თან შედარებით. ანუ ეროვნული ბანკი ვერ ასრულებს თავის კანონით დაკისრებულ მთავარ ამოცანას, ინფლაციის ფასების სტაბილურობას ვერ უზრუნველყოფს, ვერ შეიქმნა ქვეყანაში იმისთვის აუცილებელი პირობები, რომ ინფლაცია გახდეს 6%, 5% მაინც, რომელიც ხელს შეუწყობდა ეკონომიკის ზრდას და შესაბამისად ბიუჯეტის შევსებასაც. ანუ თქვენ იცით, რომ შარშან საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იყო ჩამოსული ოქტომბერში მათ დადეს დასკვნა, სადაც პირდაპირ დაუწერეს ეროვნულ ბანკს, რომ ინფლაციის თარგეტირების ხარისხის ამაღლების მიზნით 2015 წლიდანო თქვენო გევალებად ყოველკვირეულად გქონოდეთ საზოგადოებასთან კონტაქტი, ანუ ბრიფინგებს მართავდეთ. გინახიათ სისტემატურად მათ მიერ ჩატარებული ბრიფინგები. ანუ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებსაც კი
არასრულებს სამწუხაროდ ეროვნული ბანკი და მთელი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც უფრო დაბალია ინფლაცია, მით უფრო დაბალია ეკონომიკური ზრდა, არსებობს ამას შორის ძალიან სერიოზული კავშირი. და ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა, სხვათა შორის ერთი პერიოდი მე ამაში ძალიან სერიოზულად დავეჭვდი. ხომ არ უნდა ეროვნულ ბანკს გაზარდოს ინფლაციის მაჩვენებელი ლარის დევალვაციის გზით? ანუ ესიც ამაზეც ვიფიქრე, როდესაც რაღაც ვარიანტებს ვაანალიზებდი. თეორიულად ეს შესაძლებელია. ხო, ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იქნებოდა მოსახლეობისთვის, იმიტომ რომ ფასების ვარდნის დროს, როდესაც ხელოვნურად ზრდი ფას, ეს ფასი უნდა გაიზარდოს ორჯერ, რომ მივიღოთ თქვათ 3 ან 4%-იანი ზრდა ინფლაციის. იქ რაღაც ფაქტორები მოქმედებს, ხო, საწვავის ფასი უფრო დაბალი არის, სამხმარებლო საქონელი უფრო მაღალი, ნუ ეს ძალიან მძიმე და რთული პროცესი არის. ამიტომ ყველაფრის ფიქრები შეიძლება, ხო? რომ თავის ამოცანას ვერ ასრულებს ეროვნული ბანკი და იმიტომ მიუშვა ლარი. ქალბატონო ლია, მე თქვენ ახლა ცოტა დამამშვიდეთ, რომ თურმე ამ თემებზე მინიშნება გაუკეთებიათ დავალება სავალუტო ფონდს და ცოტა ნერვიულობდი, რატო იცით, რომ თქვენ და ჩვენი კოლეგები, პროფესორები კოვზანაძე, პავლეაშვილი და თქვენ ტარგეტირების თემაზე კარგახანია მიუთითებენ ჩვენ ხელისუფლებას. სხვა შორის ღვთისმსხალობით თქვენ ყველა მოქმედი პროფესიონალი მკვლევარები ხარ და მიკვირდა კაცო, რატო არ უჯერებენ ამ ადამიანებს და თურმე მე ეს არ მახსოვდა ხარ რომ სავალუტო ფონდის დავალებაც ყოფილა. ასეა ბატონო, ხანდახან სავალუტო ფონდს მაინც დაუჯერეთ თუ ქართულ მეცნიერ მკვლევარებს და ეკონომისტებს, ბანკირებს არ უჯერებთ, ეს ზოგადად მენიშნება ყველასათვის, იმიტომ რომ თქვენ იცით მე ვის დავასახელე ხე კოვზანაძის და პავლეაშვილი და თქვენ ამ თემის პროფესიონალი მკვლევარები არიან და ცოცხალია ეს ხალხი სხვა შორის ჩვენთან არიან საქართველოში. პრობლემური თბილისში და ასე შემდეგ. თქვენც აქ ხარ და იმედი მაქვს, რომ სავალუტო ფონდი ხა თქვენ გამოიყენეთ პარად და უთხარით, რომ აი იმან ხო დაგავალათ და ეს მაინც გააკეთეთ. მე კიდევ იმ პირველ სიტყვას მივალ. ყოველთვის ქალბატონო, ჩემ ქვეყანაზე დაგურებიდანაც და იმიდან რაც წაგვიკითხავს და ვკითხულობთ გამოცდილებიდან ტრანსფორმირების პროცესი როგორ და რანაირად წავიდა საბჭოთა გნებავთლიანად პოსტსოციალისტურ სივრცეში, არა წარმატებებს მიაღწიეს იმ სახელმწიფოებმა, რომლებმაც შეძლეს საზოგადოებასთან ღია დიალოგი, საჯარო პროცესები და რეფორმების, ტრანსფორმირებების აი პროცესის გატარება არა კაბინეტურ სტილში, არამედ ჩაკეტილად და მე რაღაც თავს მოხოვით, არამედ როცა შეძლეს საზოგადოება გაიხადათ თანამონაწილე ამ პროცესისა. მე სწორედ აქეთკენაც მოუწოდებდი ყოველთვის და დღესაც იგივეს ამ თემასთან დაკავშირებითაც ამას ვცდილობ ჩემს ავტორ პროგრამაში ქალბატონია, რომ მოუწოდო საზოგადოებას, რომ მოდით დაველაპარაკოთ ამ ადამიანებს. ვიკითხოთ მათი აზრი. არავინ არ ითხოვს იმას, რომ ვინმეს ორდენები და მედლები და ჩინები მიცეთ და შემდეგ. არა, და მათი ხმა გაიგოთ, შეისმინეთ. მეტიც ვიტყვი უამრავი საბჭოებია შექმნილი და ერთა იმავე პროფილი საფინანსო ეკონომიკურ საბჭოში ერთა იგივე პიროვნებები არიან ქალბატონო. არ თქვათ ახლა ეს. თქვა დაუშვათ საპენსიო რეფორმას აპირებთ მავანი და მე და ჩემს ცალკეულ კოლეგას ეს გვარი და სახელები არაფერს არ გვეუბნება. ხა როგორ დავიჯერო მე რომ ისინი პროფესიონალები არიან და ან სტატია ხო უნდა კონდეს სადმე დაწერილი, ან რაღაც პრეზენტაცია ჩატარებული, ან რაღაც კონფერენციაზე შენახვდრები მაინც ხომ დავიყოთ, არა? საიდან და როგორ? აი ეს არის ერთი დიდი აგლიდა მე ასე მინდა ჩვენ გადაცემის დღევანდელი გადაცემის დრო ფინიშისკენ ქალბატონია და უფრო ესეთ კარტონზე დავამთავროთ დღევანდელი ჩვენი საუბარი, რომ მგაგებით რომ აი ამ გაკვეთილმაც, რომელიც ჩვენ ბოლო 3 თვის განმავლობაში გადავიტანეთ, ჩვენაც საზოგადოება, მათ შორის ხელისუფლებამაც, არც ხელისუფლება გრძნობს თავს ამ ეტაპზე კომფორტულად და არ შეიძლება კომფორტულად გრძნობს თავს, ის რომ მეტი კოორდინაცია საჭირო ძვირფასებო, მეტი ღიაობა საჭირო, მეტი საჯაროობა საჭირო და მეტი ადგილობრივი პროფესიონალების ყურის გდება. იმ ყურის გდებას რო შეეშვა ხელისუფლება, იმაში ყველა ბედნიერად გრძნობ თავს და ახლა უბრალოდ რასაც ვაპარაკობ, მას კარგად მოვუსმენთ ერთმანეთს. უღრმესი მადლობა ქალბატონო ლია.
მოგზაურობისათვის. თქვენს გლადობთ. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დავკვირდებით ჩემს ძვირფას ტელემაყურებელს, რომ ჩვენ პერიოდულად გვექნება შეხვედრები ამ თემატიკაზე, რომელიც თქვენი კვლევის საგანია და თქვენზე მზა რეცეპტს, რჩევის სახით, რეკომენდაციის სახით, წინადადების სახით სხვა ვიღამე აწვდის ჩვენ საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მომავალ შეხვედრამდე.